მზე თქვენი თვით აღქმის, თქვენი იდენტობის საფუძველია. თქვენი მზე ქალწულში ნიშნავს, რომ თქვენი პროგრამის პირველივე წინადადებაში არის განცდა, აი როგორი უნდა ვიყო, აი როგორი შეიძლება ვიყო და აი როგორ შეიძლება გამოვიყურებოდე ყველაფერი სწორად რომ გამეკეთებინა. მეორე მხრივ არის ერთდროული განცდა, აი ვინ ვარ სინამდვილეში, შეულამაზებლად და ნათლად. ამ ორი შედარება ფსიქიკაში ქმნის დაძაბულობას. აი იდეალი და აი რეალობა, აი რა შეიძლება იყოს და აი რა არის. და ეს ფუნდამენტური დაძაბულობა ამოძრავებს თქვენ თავში ყველა აზრს. როცა ამ მოძრაობას სწორად აკეთებთ, ეს მშვენიერი რამაა, როცა არასწორად ეს ქაოსია. თქვენი ადვოკატი რო ვიყო, ზოგადად დავიწყებდი იმით, რომ ევოლუციური თვალსაზრისით თქვენ მზის ნიშნებიდან საუკეთესო გაქვთ, რადგან ჩვენ ამ სამყაროში საბოლოო ჯამში ყველანი მოვედით იმისთვის, რომ გავიზარდოთ, რომ გარდა ვქვნათ საკუთარი თავი. შევცვალოთ რაღაც მხრივ, განვავითაროთ. არ არსებობს ნიშანი, რომელიც ამის კეთებას ისე ესწრაფვის, როგორც ქალწული. თქვენში ჩადებულია ეს შრომის მოყარე და თავმდაბალი განცდა იმისა, თუ ვინ ხართ, რაც მიუხედავად იმისა, რას მიაღწიეთ, გაიძულებთ აღიაროთ, რომ კიდევ გასავლელი გზაა, კიდევ მეტია გასაკეთებელი, რომ ჯერ არ დაგისრულებიათ. წარმოგიდგენთ თქვენ სასიკვდილო სარეცელზე, კვლავ ვცდილობთ სწორად მოკვდეთ და არ წმუნდეთ, რომ ამას ზუსტად სწორად აკეთებთ. რა ადამიანი ხართ, განა ეს შესანიშნავი არ არის? მე, როგორც ადვოკატმა, სიტყვა დავასრულე. ახლა პროკურორის ჯერია. და ის იწყებს. თქვენ უბრალოდ ვერ გმაყოფილდებით, არ აქვს მნიშვნელობა, რას აღწევთ. თქვენთვის არასდროს არის საკმარისად კარგი. თქვენ ნევროტული ხართ, საკუთარ თავს ჭკუიდან შლით, შეიძლება სხვებსაც ჭკუიდან შლიდეთ. ადვოკატი და პროკურორი საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ერთი და იგივეს ამბობენ. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ადვოკატები ხშირად აკეთებენ. სიმართლეს სხვადასხვაგვარად წარმოაჩენენ, მას სხვადასხვა შეგრძნებას სძენენ. ძირითადი ფაქტების სადავოდ გახდომის გარეშე. ამაზე ფიქრით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თქვენი ფსიქიკის უდიდესი ნაწილი, რომ ამ ევოლუციურ სარაკეტო საწვავში, რომელსაც ამ ცხოვრებაში წვავთ, დიდი საფრთხეა. აი რაში მდგომარეობს ეს საფრთხე. აი როგორი შეიძლება არ უნდა ვიყო და აი როგორი ვარ. არსებობს ტენდენცია ჩავარდეთ თვითკრიტიკის ან საკუთარ თავში ეჭვის მორევში. დაუწესოთ საკუთარ თავს ისეთი მაღალი სტანდარტი, რომელსაც ვერასდროს ვერ შეწვდებით ან ვერ მიაღწევთ. ერთგვარი ჭეშმარიტებაა, რომ ის თუ როგორ ვექცევით სხვა ადამიანებს, ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორ ვექცევით საკუთარ თავს. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ილუსტრაცია არის მაგალითად მანქანაში ვარ თითოეულ შუქზე გაჩერებული და ჩემს წინ მყოფი მანქანიდან ადამიანი სიგარეტს ქუჩაში ისვრის. ეს საკმაოდ მაღიზიანებს, ისინი სამყაროს საფერფლედ იყენებენ, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ისინი საკუთარ სხეულსაც ასე ექცევიან. რისკენაც მივდივარ, არის იდეა, რომ თუ საკუთარი თავის მიმართ მკაცრი ხართ, სხვა ადამიანების მიმართაც მკაცრი იქნებით. პოპულარულ ასტროლოგიურ წიგნებში წავიკითხავთ, რომ თქვენ ქალწული ხართ, ამიტომ წვრილმანებს ეტანებით. კრიტიკული ხართ, არავინ არის თქვენთვის საკმარისად კარგი. უნდა ვთქვა ხმამაღლად და გარკვევით, რომ ეს ქალწულის ჩრდილოვანი მხარეა და მისი სათავე საკუთარი თავისადმი ასეთ მოპყრობაშია. თქვენ ამ სამყაროში მოხვედით, რათა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, უპირობოდ. ვიცი, რომ ეს რაღაცა გაცვეთილი ფრაზაა, შეიძლება ბევრგან გავიგოთ და მოვისმინოთ, ერთგვარი სტანდარტული თვითდახმარების წინადადებაა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ის ნამდვილად ჭეშმარიტებაა. მინდა დავამატო, რომ თქვენ აქ მოხვედით, რათა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული ამ საქმისთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ ფსიქოლოგიურ გარემოში, ანუ ძალიან გულწრფელი გონების კონტექსტში. ახლა მოდით ქალწულს სხვა კუთხით შევხედოთ. არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია ტრადიციულად, არის ქალწული მსახურის ნიშანი, ხო? მაგრამ აქ დავამატოთ სხვა სიტყვა ხელოსანი, რომელიც დააბალანსებს მსახურთან წარმოქმნილ ნეგატიურ შეფასებას, ხო? სახელოსანი ნიშნავს, რომ იყო რაღაცაში დახელოვნებული, რაღაცაში კარგი.
წარმოიდგინეთ მეწაღე, რომელიც 20 რთულ წუთს ატარებს ფეხსაცმელში ლურსმნის ჩასაჭედებლად, ცდილობს ზუსტად სწორად მოათავსოს, თან ბუზღუნებს. ბოლოს ლურსმანის წოლად არის ჩაჭედებული. ახლა ეს მეწაღე ერთი თვალით რეალურ სამყაროს უყურებს, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ დედამიწის ენერგია, უჭირავს თვალი ანუ ლურსმნებზე, ტყავზე, სამუშაო მაგიდაზე, ჩაქუჩზე, ძირითადად ნივთებზე და იცის როგორ იმუშაოს ამ ყველაფერთან. მაგრამ მეწაღის მეორე თვალი, ასე ვთქვათ, ღმერთის ფეხსაცმლისკენ აქვს მიპყრობილი. ფეხსაცმელი, რომელიც შეიძლება იყოს იდეალური ფეხსაცმელი. ჩვენ ვხედავთ ამ დაძაბულობას იდეალსა და რეალობას შორის, მეწაღის სიმეტრიაში. და მეწაღის ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა დაკავშირებულია ხელოსნობასთან. საუკეთესო ფეხსაცმლის დამზადებასთან, რაც კი იცის. და შემდეგ სხვათა შორის ეს ფეხსაცმელი მომხმარებელს ძალიან კარგად მოემსახურება. ხელოსნის და მსახურის ეს ლოგიკა აბსოლუტურად ფუნდამენტურია ქალწულისთვის. თქვენ იძენთ ღირსებას და საკუთარი თავის პატივისცემას იმით, რომ კარგად აკეთებთ რაღაცას, რაც სხვა ადამიანებისთვის სასარგებლოა. ეს ქალწულისთვის ძალიან ელემენტალურია. როდესაც ქალწულის გაგება დავიწყეთ, გავაცნობიერეთ, რომ გზა ჩრდილების სამყაროსკენ, პრობლემებისკენ, თვითკრიტიკასა და თვითდასჯაში გადის. ამ სიბნელის ანტიდოტი ღირსებაში, საკუთარი თავის სიყვარულსა და პატივისცემაშია. თქვენ აქ მოხვედით, რათა ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული. ისაც, რასაც ახლა დავამატებთ, მსახურის და ხელოსნის ამ სახეებით არის ამგვარი თავის სიყვარულის მისაღწევად განსაკუთრებით დახელოვნებული და ეფექტური მეთოდი. თქვენ უნდა იპოვოთ სწორი საქმე. თქვენ არ გჭირდებათ ამაში ანაზღაურება, თუ ცხოვრების ისეთ ვითარებაში ხართ, სადაც ფულის შოვნა თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. შეიძლება მდიდარი ხართ ან ძალიან ახალგაზრდა და თქვენზე ოჯახი სრუნავს. საქმე ფულში არ არის ამ შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ კარგი იყოთ რაღაცაში, რასაც სხვა ადამიანები აფასებენ და რაც სხვა ადამიანებს გამოადგებათ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ არის ქალწული ქალი, რომელიც მწერალია და ძალიან ამაყობს თავისი ნამუშევრებით. ის გრძნობს, რომ ახერხებს საუკეთესო სიმართლის, რაც კი იცის სიტყვებში გადმოცემას და სამყაროსთვის შეთავაზებას. ასე რომ ის ამართლიანად ამაყია და არ ამბარდავანი, არამედ ღირსეული იმ საქმის საფუძველზე, რასაც აკეთებს. მაგრამ რადგან ქალწულია, ის ასევე ნათლად ხედავს საკუთარ თავს და იცის, რომ შეიძლება ძალიან კარგი მწერალია, მაგრამ ასევე საშინელი ჭორიკანაა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ გუშინ მეგობართან საუბარში ის ძალიან აღფრთოვანდა იმით, რაზეც საუბრობდა. ისინი საუბრობდნენ მესამე მეგობარზე, რომელიც ორივესთვის საერთოა და ჩვენმა გმირმა ამ მესამე მეგობრის ნდობა დაარღვია მეგობართან ჭორაობის გაცხარებაში. მან საიდუმლო გაამხილა. გააზიარა რაღაც, რაც არ უნდა გაეზიარებინა, რადგან ქალწულია, მას საკმარისი მადლი და თავმდაბლობა ჰქონდა, რომ სახლში მისვლისას ცუდად ეგრძნო თავი. მან ახლახან უნებლიეთ უღალატა მეგობარს, არა იმისთვის, რომ ევნო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ კომპულსიური ჭორიკანაა. ასე რომ შესანიშნავი მწერალი და საშინელი ჭორიკანაა, მას გრძელი და მძიმე საუბარი აქვს საკუთარ თავთან და ხვდება, რომ დღეში დაახლოებით 6 საათს ატარებს წერაში, რაც ტოვებს 18 საათს ჭამისთვის, ცილისთვის და ჭორაობისთვის. ის გადაწყვეტს, რომ ამიერიდან დღეში 8 საათს დაწერს, რაც ალბათ ცოტათი შეავიწროვებს ჭორაობას. ეს ძალიან უხეში მეთოდია და ბევრი ფსიქოლოგი იტყოდა, ის ნამდვილად ვერ უმკლავდება ჭორაობის მოთხოვნილების ძირეულ მიზეზს. და ეს კარგია. შეიძლება არსებობდეს ძირეული მიზეზები და ფსიქოლოგიური საკითხები, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ მისი ქალწულის მეთოდი თქვას დღეში 8 საათს დავწერ, სავარაუდოდ იმუშავებს. ეს შეიძლება საკმაოდ ბლაგვი ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ იმუშავებს. ის უბრალოდ მეტ საათს დაუთმობს იმის კეთებას, რითაც ამაყობს და რაც სხვა ადამიანებისთვის სასარგებლოა. ეს მეთოდი არის უძველესი. აღმოსავლეთში მას კარმა იოგას უწოდებენ, დასავლეთში მას ხსნას კეთილი საქმეებით. ეს ერთგვარი თეოლოგიური ტერმინებია და არ გვჭირდება ამაზე ზედმეტად რელიგიურები გავხდეთ და ვიყოთ, მაგრამ იდეა ის არის, რომ ყველა სულიერმა და ფსიქოლოგიურმა ტრადიციამ, რომელიც ამ პლანეტაზე შენარჩუნდა, მოიცვა იდეა, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვეხმარებით სხვა არსებებისთვის სასარგებლოდ ყოფნით. და ქალწული თქვენი მზის ნიშანი ამას წარმოადგენს. შეჯამებისთვის ჩვენ გვაქვს ეს ორი იდეა, შინაგანი და გარეგანი.
და შინაგანი იდეა ისაა, რომ თქვენ არსებობთ ამ ამოძრავებული დაძაბულობით, რადგან ასე ნათლად გრძნობთ, როგორი შეიძლება იყოთ. და ეს ქმნის ამ ქავილს და დისკომფორტს ფსიქიკაში, რაც გაიძულებთ სწრაფად განვითარდეთ ამ ცხოვრებაში. აშკარაა, რომ ამაში კარგი და ცუდი ამბებია. თქვენად ყოფნა კომფორტული არ არის, მაგრამ ევოლუციური თვალსაზრისით ეს ნამდვილად ეფექტურია. თუმცა თქვენ შეიძლება გზიდან გადაუხვიოთ, შეიძლება ამით საკუთარ თავს ავნოთ, რადგან სრულყოფილება ისეთი შეუძლებელი სტანდარტია, რაც შეიძლება საბოლოოდ ცუდად გაგრძნობინოთ თავი ამ ყველაფერმა. ასე რომ ეს ერთი იდეაა. მეორე იდეა ისაა, რომ თქვენ გაქვთ მსახურის ან ხელოსნის ბუნება. თქვენში ჩადებულია ბუნებრივი მიდრეკილება გახდეთ რაღაცაში კარგი, განავითაროთ კონკრეტული უნარები, რომლებიც გამოხატავს თქვენი პიროვნების ნაწილს. უნარები, რომლებიც ასევე სასარგებლოა არსებებისთვის, სხვა ადამიანებისთვის. და თქვენ გჭირდებათ ეს უნარ-ჩვევების ნაკრები, გჭირდებათ ხელოსნის ან მსახურის ეს გზა, რათა გქონდეთ ღირსება და თავდაჯერებულობა, გქონდეთ საკმარისად კარგი განცდა საკუთარი თავის მიმართ, რათა დააბალანსოთ იმ ინსტრუმენტის სისასტიკე, რომელსაც ამ ევოლუციურ მოგზაურობაში იყენებთ. ქალწული ხშირად მოსაწყენად არის წარმოდგენილი პოპულარულ ასტროლოგიაში. ზოგჯერ ადამიანები დასცინიან ქალწულებს, თითქოს ქალწულები ძალიან კარგად ახარისხებენ ნივთებს ანბანის მიხედვით იმ ადამიანებისთვის, ვინც ქალწულზე უფრო საინტერესოა და ეს სრული დამახინჯებაა. ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალწული მთელი ზოდიაქოს ყველაზე ამაღელვებელი ნიშანია, რადგან არ არსებობს ნიშანი, რომელიც ამდენ რეალურ ცვლილებას მოათავსებს ერთ განსხეულებაში. ერთ ცხოვრებაში. ასე რომ თქვენ მართავთ ამ მძლავრ ევოლუციურ ავტომობილს და სჯობს ხელები საჭეზე გეჭიროთ.